მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია საზოგადოებრივი ანალიტიკური გადაცემა ერთობიდან ერთსულოვნებამდე. განვაგრძობთ ჩვენს ყოველკვირეულ პოდკასტებს რუბრიკით განათლების საძირკველი. სამხრეთ გერმანიის მუნიციპალური საბავშვო ბარის დირექტორთან ქალბატონ მაკა კანდელაკთან ერთად. მაკა ჩვენს წინა პოდკასტებში ჩვენ მიმოვიხილეთ საფუძვლიანი მიმოხილვა გააკეთე ადრეული ბავშვობის ასაკზე, გამოწვევებზე ამასაკისა, პრობლემატიკაზე, იმაზე თუ რამდენად ცნობილია და ცნობადია საზოგადოებისთვის ამ ასაკის მნიშვნელობა და ამ ასაკის თითოეული ეტაპის მნიშვნელობა აგრეთვე მშობლებისთვის და თანდათან მოუახლოვდით ჩვენ უკვე დაწყებით სასკოლო განათლებამდელ დაწესებულებას საბავშვო ბაღს. ახლა საინტერესოა ჩვენთვის ერთი გარემოება. რატომ არის საზოგადოებაში აი ეს დეფიციტი ინფორმაციისა, რაც შენ მიმოიხილე როგორც ევოლუციური პედაგოგიკაც, თითოეული განვითარების თითოეულ ეტაპთან დაკავშირებით, რატომ არის ნაკლებად წვდომადი ან ინტერესი რატომ არის დაბალი საზოგადოებისთვის, რომ უფრო მეტი გახდეს ცნობილი მათთვის, რასაც უნდა მიაქციონ ყურადღება და რაც მართლაც განათლების საძირკველია მომავლისთვის, იმისთვის, რომ ბავშვი მზად იყოს ჯერ საბავშვო ბაღში შესასვლელად, ანუ სკოლამდელი განათლებისთვის მომზადებული იყოს და შემდგომ სრულფასოვნად გაიაროს ეს ეტაპი სასკოლო განათლებამდე და მომზადებული იქნეს უკვე დაწყებითი განათლებისთვის. აი, რატომ არის ეს დეფიციტი და რატომ ექცევა თვითონ საზოგადოებრივი ინტერესი, რატომ არის დაბალი? ეს რისი ბრალია? ან რით შეიძლება ეს დაბალანსდეს და წვდომადი გახდეს, რომ აი ეს სფერო უფრო განვავრცოთ და უფრო მეტი აქტუალობა შევძინოთ და შესაბამისად მოვუხმოთ იმ საშუალებებს, ისტორიაც გავიხსენოთ, ისტორიულად ეს როგორ იყო, როგორ ხდებოდა, დღეს რატომ მოვედით ამ შედეგამდე, ესაც რომ გავიხსენოთ და დავსახოთ რაღაცა პერსპექტივები აი ამ ხარვეზის თუ პირიქით ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აი ამ თემაზე თუ შეიძლება. კი ბატონო. უპირველეს ყოვლისა მივესალმები მაყურებელს და ნანა ჩვენ პოდკასტს ვაკეთებთ დღეს ერთად. კი ბატონო. და შევეცადოთ რომ რაღაც ესეთი შემაჯამებელი დასკვნა გავაკეთოთ. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ რატომ არის საზოგადოების ფოკუსიდან ეს ამოცილებული თუ ამოშორებული თუ თვითონ ჩამოშორდა თუ საზოგადოებას თვითონ არ აქვს ეს ფოკუსი ადრეული ბავშვობის ასაკზე იმდენად დაფიქსირებული. ეს ყველაფერი ჩემი ფიქრით იმას უკავშირდება, რომ ძალიან მცირე ინფორმაცია და ცოდნა აქვს საზოგადოებას. საზოგადოებას ეხლა რას გულისხმობ? პირველ რიგში იწყება საზოგადოება ბავშვთან დაკავშირებით თუ ლაპარაკობთ ოჯახიდან, ხო? აი მშობლებისთვის საჭირო განათლება, ცოდნა ბავშვის განვითარებაზე, ამ განვითარების საფეხურებზე, დიდაქტიკაზე, პედაგოგიურ მეთოდზე, აღზრდის არსზე, საერთოდ თვითონ ბავშვი რა არის, როგორი არსებაა, ხო? აი ამაზე არ აქვს საკმარისი ცოდნა და საიდან უნდა გქონდეს მას შემდეგ, რაც რაღაც ესეთი უბედური დროების გამო ასე ვიტყოდი, რაღაც მომენტში წყვეტა მოხდა ამ ცოდნის გადაცემის თაობებიდან თაობებზე, რაც გადაეცემოდა. აი ეს ტრადიციული ცოდნა რაღაცნაირად გაწყდა. ეს უკვე ჩვენ ვახსენეთ ერთხელ და ფაქტიურად ეხლა მშობელი დაპირისპირებულია ძალიან დიდ მასალას პედაგოგიურს ინტერნეტში რაც შეიძლება მოიძიო, კიდე ასევე სპეციალისტები ქაოსური მასალა. ანუ ქაოსური იმ გაგებით, რომ ძალიან ბევრია და ამ ბევრ მასალაში გჭირდება რაღაცა ორიენტაცია, ხო? და ეს ორიენტაცია რასა უნდა დაეღწნოს? აი ამასაც ხო აქვს მნიშვნელობა, ანუ თითოეული მშობელი იმის და მიხედვით როგორც რამდენადაც ესმის ბავშვის არსი, იმის და მიხედვით ცდილობს
რაღაც ეს აღზრდის მეთოდიკა და პედაგოგიკა იპოვოს, მაგრამ რაც თავარია რაც თვითონ წარმოუდგენია რა არის კარგი ბავშვისთვის, ხო? ან მშობლის წარმოდგენა განსაზღვრავს არჩევას. ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, რომ საზოგადოებამ არჩევა უნდა გააკეთოს, მომავლის საზოგადოება როგორ უნდა იყოს პროფიტზე ორიენტირებული ეგოისტებით სავსე, რომლებიც ხოლმე თავიანთ საკუთარ წარმატების გზაზე მიდიან და სხვა არ აინტერესებთ. თქვათ ამ აღზრდის შედეგად რაც შეიძლება მოვიდეს ან კიდე ჰუმანურ საზოგადოებაზე, სადაც ემპათია და სოციალური ურთიერთობები პირველ ადგილზე დგას, ხო? ეს საზოგადოების გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ როგორც ოპტიმისტებს გვჯერა რომ საზოგადოებას უნდა თავისი ბავშვებისთვის, მომავალი საზოგადოებისთვის ჰუმანური სისტემა, სადაც ჯუნგლების კანონი რომ ვინ არის ყველაზე წარმატებული და ვის აქვს ყველაზე მეტი ფული და რომ ვინ არის ესეთი ამ გზაზე იტაყვებით ვინ გაიგანა თავისი, ხო? ესეთი საზოგადოება იმედია რომ არ უნდა მჩოვლებს და არ უნდათ რომ მათი შვილები იყვნენ ასეთ საზოგადოებაში დიდი ალბათობით უბედურები. რაც არ უნდა თვითონ იყვნენ წარმატებული. ამას სხვათა შორის გვაძლევს ბევრი შემთხვევაც და მაგალითიც ასეთი ადამიანების ბიოგრაფიიდან, ხო, არსებობს ამის საფუძველი, რომ ეს გონურული ეჭვი გქონდეს ამის. აი ეს ამ ცოდნის და ამ მნიშვნელობის ადრეული ბავშვობის მნიშვნელობის აღსაქმელად, ხო, და ამ ცოდნის გასაზიარებლად რაღაცა პლატფორმა უნდა არსებობდეს, ხო, თავისთავად ცხადი. საბოლოო ჯამში ყველაფერი რაც ემსახურება მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, კურსები იქნება ეს თუ სასწავლებლის სახით, თუ უმაღლეს სასწავლებლებში ცხადია მშობლები, აღმზრდელები და საზოგადოების ყველა სხვა წევრიც უნდა ერთად მობილიზდნენ, რომ აი ერთნაირად უნდოდეთ შეიცვალოს ბავშვის გარემო და ბავშვის პირობები იმასთან შედარებით, როგორც ახლა არის და აი ხანდა გამოსალებ პრობლემატიკა. ერთნაირად უნდა ხედავდნენ. ალბათ. ხო, ერთნაირად იმიტომ უნდა ხედავდნენ, რომ ეხლაც ერთნაირად ხედავენ 90%-ში და როგორ ხედავენ, რომ ბავშვს ხედავენ როგორც მინიატურაში ზრდასრულ ადამიანს. ანუ ზრდასრული ადამიანია ოღონდ პატარა. და ეს არის აბსოლუტურად ცდარი ხედვა. ბავშვი 7 წლამდე მაგალითად არის სრულიად სხვა არსება თავისი აღქმებით, თავისი ემოციებით, თავისი გაგების უნარით და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ რაზეც ვილაპარაკეთ იმ სამ პოდკასტის მანძილზე, ხო? აი ეს ყველაფერი სულ სხვა ტიპისაა, ვიდრე ეს ზრდასრულ ადამიანს აქვს, ხო? იგივე რაციონალური აზროვნებიდან რო დავიწყოთ, ხო? ყველაფერი აღქმებამდეც რომ ჩავხმავდეთ, იქ სულ სხვა რაღაცა ხდება 7 წლამდე. ამიტომ აი ეს ხედვა რომ ეხლა როგორ თქვათ რასაკეთებენ ის ზრდასრულები პედაგოგიკაში რაღაცა თეორია აქვთ და ფიქრობენ რომ მოდი აბა ეხლა ამ თეორიის მიხედვით პროგრამას გავაკეთებ დავსტარტავ ბავშვებში მოვსინჯაო ექსპერიმენტის სახით და მე ვნახავ შედეგებს ეს მიდგომა არის საცდელი კურდღლების მიდგომა რა საერთოდ გავრცელებული რაღაცა ექსპერიმენტორი მე რაღაცა შედეგებს აჩვენებს ან ნახს აჩვენებს სტანდარტებს აჩვენებს იმით რაღაც გაანალიზებენ და ასე შემდეგ რა ეს არის ძალიან დიდი რისკების შემცავი მიდგომა ცხადია იმიტომ რომ ესეთი პროგრამა რო გააკეთო ანუ ასეთი ექსპერიმენტული დიდი ინტუიციის უკვე გამოცდილების და ცოდნის საფუძველზე, გამოცდილების პრაქტიკაში გამოცდილების საფუძველზე, ცოდნის საფუძველზე და ასევე დიდი აღზრდელობითი ინტუიციის საფუძველზე უნდა მოხდეს ასეთი თეორიის ჩამოყალიბება და შემდეგ ამაზე პროგრამის აგება და ეს ხშირად ასე არ არის.
ანუ ეს საფუძველი აკლია ხოლმე. მარტო შენ 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება გაქვს თან სხვადასხვა მიმართულებით, ბავშვებთან მუშაობის და აი ეს რომ გარდა გამოცდილებისა და მრავალმხრივი გამოცდილებისა, ამავე დროს გარკვეულ ინტუიციურ უნარსაც უნდა ფლო. ეს ნიჭია ხომ? ეს ისეთივე ნიჭია, მე ასე ვთვლი, აღზრდის აბსოლუტურად ყველას ხომ აქვს თავის არსებობს ადამიანები, ვისაც აქვთ მიდრეკლება მუსიკისადმი განსაკუთრებით და პროფესიითაც მუსიკოსები ხდებიან, რა ვიცი, კონდიტორული ნაწარმისადმი, აი ხელი აქვთ რაღაცან, ეხლა მე მაგალითად ვერაფრით ვერ გამოვაცხობ ნამცხვარს, ხო? აი არ შემიძლია ვერაფრით ვერ ვდგები ამ მასალას და ხალხს ნიჭი აქვს ამისი, ხო? რა ვიცი, ესე იგი სხვადასხვა ნიჭი არსებობს, რომელიც სხვადასხვა პროფესიაში მე ჩაედინება და აღზრდელის ნიჭი იმდენად არის, როგორ გითხრა, აი ვამე რა არაფერი არ ვიცი, რა გავაკეთო და მოდი ერთი წავა საბავშვობაში დიდი ამბავი ახლა ეს ბავშვებთან ურთიერთობა სამწუხაროდ შეუძლია ასეთი წარმოდგენა დაახლოებით, რომ ну ეხლა რაღაც ბავშვებთან მუშაობა. სხვათა შორის დასავლეთში, აი როდესაც აღმზრდელის პროფესიას ეუფლებიან, უფრო არისაც ვეტყვი, მასწავლებლის პროფესია იქ ძალიან ისეთი პრესტიჟულია, იმიტომ რომ ფაქტობრივად საჯარო სამსახურში მე კარგი პენსიით უფრო ადრე გადიხარ, კარგი ხელფასი გაქვს და ასე შემდეგ. აი ამ мотивაციით თქვათ მასწავლებლის მას პროფესიას რო დაეუფლები ადამიანი. ეხლა როგორი მასწავლებელი უნდა გამოვიდეს იქიდან თუ კრიტერიუმი არ არის, არ არსებობს, რომ აი შემოწმდეს რაღაცა ისეთი კრიტერიუმი არა. როგორი კრიტერიუმი უნდა იყოს? ეს არის ადამიანის თავისუფალი ნება. ადამიანი წვიტავს ეხლა მინდა რომ აი აქ წავიდე, სხვა ეხლა მე მგონი არაფერი არ შემიძლია და ბავშვებთან კიდე რა უნდა იქ და ავიცი დავიშვდები და მაგრამ აი მუსიკალური ნიჭი არა დაუშვათ და ხო ნუ რა ვიცი ხა მუსიკალური ნიჭი ჩემი ფიქრით ხა მაინდა-მაინც მუსიკოსი თუ არ უნდა გახდე ბავშვებთან როგორც უკვე თქვი ბავშვებთან თავარია იმღერო და მუსიკა შემოიტანო ყოველდღიურობაში აუცილებელი არ არის რომ სმენა გქონდეს კარგი ან ხმა გქონდეს კარგი თავარია რომ ბავშვებთან იმღერო იღიღინო რაღაცა მუსიკალური გარემო შეექმნა ეს რომ აქვს ადამიანს, იმ ადამიანს როგორც წესი სხვათა შორის, მე სხვა თვისებებიც აქვს, რაც კარგია ბავშვებისთვის. ეგ არის რა. და მოკლედ აი ახლა უბრალოდ ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოება და აი ბავშვის თემასო, ხო, თემასთან დაკავშირებით, კარგი იქნება თუ აი ეს მოკლე მიმოხილვას გავაკეთებთ. საერთოდ აი საბავშვო ბაღი როგორ წარმოიქმნა რა პირობებში რატომ რა გახდა რა განაპირობა რატო ახლა საბავშვო ბაღი არ არსებობდა ხო სადღაც 1840 წლამდე სამ ფრიდრიხ ფრობელმა არ დაარსა პირველი ალგემაინე დოიჩე კინდერგარტენ ეგ არის საბავშვო ბაღი მე ეს კინდერგარტენ ხო ძალიან ბევრ ენაში გადავიდა გერმანულად რა ანუ საბავშვო ბაღი ჩვენთან გადმოითარგმნა სადაც პირველად მოხდა რომ ესე იგი ბავშვები როგორც ყვავილები და აღმზრდელები როგორც მებაღეები ესე იყო აღქმული ამ პედაგოგიკაში მართლაც პირველი ბაღი ქონდათ ბავშვებს და ასე შემდეგ და ეს პედაგოგიური სისტემა შემუშავდა ფრობელის მიერ აი ახლა ეს რა პერიოდია 1840 წელს დაარსა ფრობელმა პესტალოცის საფუძველზეც და ასე შემდეგ პესტალოცის პედაგოგის და მანამდე როგორი სიტუაცია იყო ახლა ბავშვებისთვის დაწესებულებები უმთავრესად იყო ობოლ ბავშვთა თავშესაფარება, რომელზეც ძალიან ცუდი ამბებიც გაგვიგია და რა ვიცი, ესე იგი ცოტათ ისეთი ბნელი მხარეა ისტორიის რა არ ვიცით ეს როგორ იყო შეიძლება კარგი ესეთი რა ვიცი მონაზვნებს ჰქონდათ უმთავრესად ესეთი იქ ალბათ კარგი დაწესებულებაც არსებობდა მაგრამ პირველი დაწესებულების საერთოდ იყო ეს ბავშვთა თავშესაფარება აი ეს სხვათა შორის იტალიაში აღორძინების ეპოქაში იყო და სხვათა შორის კონსერვატორია ერქვა აი ასეთ დაწესებულებებს რატომღაც ერქვა ხო ალბათ რაღაცა კონსერვაციასთან ბავშვებს აკონსერვებდნენ კონსერვაციასთან ხო ესენი იყვნენ ძირითადად უკანონო ეგრეთ წოდებული უკანონო შვილები დიდგვაროვნების და რატომღაც უკანონო შვილების გარდა უამრავი ობოლი ბავშვი იყო ქუჩის ბავშვი რაღაც და ესეთი თავშესაფრები
სისტემები არსებობდა და ფინანსდებოდა ეს მეცენატების მიერ. მეცენატების მიერ, მაგრამ ეს სიტუაცია შეიცვალა და გადავიდა უკვე ოჯახზეც ეს საბავშვო ბაღის კი არა ამ ბავშვის დააყოვნების თუ ყოფნის სივრცე ამისი მოთხოვნილი ასეთი სივრცის ბავშვის დაკავების მართლაც დაკავება იყო აბა ახლა როგორც დაკავებულია ციხეში ადამიანი ისე იყო ბავშვი დაკავებული ესეთი დაწესებულებები მოიტანა ამ დაწესებულებების მოთხოვნილება მოიტანა კაპიტალიზმმა იმიტომ კაპიტალიზმის დროს დაიწყო მუშახელის ისეთი დასაქმება სადაც ქალებიც ჩაერთა შრომა ქალების ხო ანუ ქალების შრომა რომელიც სხვათაშორის უფრო იაფიც იყო და უფრო ისეთი ხელსაყრელიც აი კაპიტალიზმი მოვიდა დედები დაკავდნენ შრომით ისეთი გარემო შეიქმნა რომ აბა ნუ დაკავდები შრომით ანუ ან ძალიან დიდი სიღარიბე სიღატა კი ან შრომით დაკავდე და ბავშვი უნდა გადაცე ამ დაწესებულებას სადაც ეს ბავშვების ასე ვთქვათ თავშესაფარი იყო მაგრამ უკვე ობოლი ბავშვების კი არა ჩვეულებრივი ოჯახებიდან გამოსული ბავშვების რომლებიც დილით და საღამოდ იქ იყვნენ იმიტომ რომ დილით და საღამოდ მუშაობდა დედა ანუ სოციალურ-ეკონომიკურმა სისტემამ მოიტანა აი ეს გასაყოველთაოება და ამიტომ არის ძალიან გარდაუვალი რაღაცა იყო გარდაუვალი და ამიტომ ძალიან დასაფასებელია ამ ფრეობელის ეს საბავშვო ბაღი რომელიც მან დაარსა იმიტომ რომ პირველად შეიქმნა გარემო სადაც ბავშვები ბავშვებს პედაგოგიური მიდგომა ჰქონდათ მათ განვითარებაზე ზრუნავდა მაღზელი და სოციუმიც ჰქონდა სოციუმი ჰქონდა ან რაღაცა ისეთი სისტემა სადაც ბავშვს უფრო რაღაც ისეთი უნართვისებები ვითარდებოდა და მის ასაკსაც შეესაბამებოდა. ეხლა საერთოდ ამდა იმის წარმოდგენა რა იყო მანამდე ის დაკავების დაწესებულება ფორმები. აი 1840 ხომ იყო ეს და უკვე სადღაც 1868 წელს ხო ესეთი დაიწყო უკვე აქ საქართველოშიც გადმოვიდეთ ახლა საქართველოზე რომელიც მაშინ რუსეთის იმპერია იყო და მაგრამ მაინც უკვე ინდუსტრიალიზაციამაც უწია ნელ-ნელა ხო საქართველოს მაგრამ ახლა საქართველოში აქ რა სპეციფიკა იყო გერმანიასთან განსხვავებით აქ იყო რუსული რეჟიმი და რუსულ რეჟიმს აწყობდა ახალი თაობის გაზდა რუსულენოვნად ხო ამას დაემატა ეს არა მარტო თქვათ აი მუშათა ბავშვების ასე ვთქვათ დაწესებულება სადაც ის ბავშვები იქნებოდნენ არამედ აი თავადაზნაურების შვილებისთვისაც რუსულენოვანი აი ხა დაიცა კეთვი სადღაც ეს 59 წელს იყო ბარიაწინსკის ეს მეფისნაცვლის დაარსებული რუსულენოვანი ბავშვთა თავშესაფარის მსგავსი რა ანუ რაც თავშესაფრები იყო მაგრამ აი საბავშვო ბაღი უკვე 1868 წელსაც დაარსდა და მე უკვე ამ საბავშვო ბაღის საბრძოლზე კიდე რა ვიცი ჩამოვიდნენ სიმონოვიჩები ეგეთი ცოლ-ქმარი იყო დაარსეს ძალიან ისეთი თავისი ჟურნალით ძეცკისად ერქვა ანუ საბავშვო ბაღ ჟურნალი მე კონის წინამორბედი ასე ვთქვათ ესეც რუსულენოვანი იყო რა თქმა უნდა მერე ბაბაიანის საბავშვო ბაღი იყო ეს ცნობილია ანუ ისიც რუსულენოვანი ცხადია ძალიან ისეთი ცნობილი ეს ტიფლისის გუბერნიაში ხდება თბილისია უმთავრესად და აი აქ საბავშვო ბაღებმა დაიწყეს ასე ვთქვათ ნელა განვითარება მაგრამ პირველ რიგში ესენი იყვნენ უპირველეს ყოვლისა რუსულენოვანი საბავშვო ბაღები ხო ამ რუსულენოვან საბავშვო ბაღებში სხვათა შორის გამოირჩევა რომელ წელს იყო და ეხლა ვერ გეტყვი მე წელებს ძალიან ცუდად ვიმახსოვრე ამიტომ უნდა ჩავხედო მეც ასე 1882 წელს იყო არღუნთინოვა დოლგორუკოვა იყო ეგეთი სოფია არღუნთინოვა დოლგორუკოვა რომელიც საზღვარგარეთ იყო გასწავლილი ჩამოვიდა დაარსა ძერ საბავშვო ბიბლიოთეკა
და მე ამას მიაბა მე უკვე ესეთი საბავშვო ბაღით, თავისი დაწყებითებით, მე ის საბავშვო ბიბლიოთეკად გადაკეთდა. ანუ თავის სოფელში, სადაც არ ვიცი ეს რა სოფელია, ვერ ვიპოვე ყოველ შემთხვევისას, იმ სოფელშიც სინაი ერქვა ამ სოფელს, მაშინ და მე რა ერქვა არ ვიცი. დაარსა საქართველოში იყო ეს დაარსა ეს რა ქვია ეს გლეხებისთვის, გლეხის ბავშვებისთვის უფასო ასევე ბიბლიოთეკა. ანუ ისეთ კარგ რაღაცებს აკეთებდა, მაგრამ ეს იყო სულ რუსულენოვანი. და პირველი ქართულენოვანი ბაღი რის საფუძველზე წარმოიქმნა ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა სათავდაცვო ბანკი ასე შემდეგ ეს ეროვნული მოძრაობა რომ გაძლიერდა და ქართულ ენას რომ ფასი დაედო და მაინც ამ ელიტა ვინც ყავდა ქართულ მხარეს იმათთვის ანუ ჩვენი საზოგადოებრივი მეშვეობით კლასიკოსების ძალისხმევით ხო მაგრამ პირველი ქართული ბაღი თბილისში კი არ დაარსდა ქუთაისში. ქუთაისში იყვნენ სიმონ და იოსებ ოცხელები ძმები და მაგათმა დაარსეს პირველი ქართულენოვანი საბავშვო ბაღი. ამ პირველ ქართულ საბავშვო ბაღში უბრალოდ ხალხი კი არ იყო. თამარ ერისთავი, ნატალია გედევანიშვილი, მარიამ მეძმარაშვილი, სულ საფრანგეთში, შვეიცარიაში სწავლა მიღებული ქალბატონები. რომლებმაც აი ამ ბაღის დაარსებაში და მე ამსდელებად და პედაგოგებად და ასე შემდეგ დაიწყეს მუშაობა. ეს ესაც ელიტარული ბაღი იყო, ასე ვთქვათ, სათავადაზნაურო. სათავადაზნაურო იყო ალბათ თავიდანვე, იმიტომ რომ იმ ხანებში აი ეს ბაღების სიტუაცია დაიყო, ხო, მაინც ერთი იყო ეს მუშათა კლასისთვის და მე იყო ამ სათავადაზნაურობებისთვის. ეხლა ერთმანეთთან როგორ ერეოდნენ და იყო თუ რა საერთოდ ეს კონტინგენტი შერევა ერთმანეთთან ეს არ ვიცით, არ არის ეხლა მოცემული, გადმოცემული, მაგრამ აი 1892 წელს ქუთაისში თავდება ესე იგი და ქუთაისში, აი ქუთაისი ქალაქია. ხო, აი ქუთაისში, ჩვენ ქუთაისმა ძალიან ბევრი რაღაცა გვაჩუქა, ხო? ძალიან ბევრი გამოჩენილი მოღვაწეც და მათ შორის ქართულენოვანი საბავშვო ბაღი. და უკვე 1921 წელს სადღაც 30 წლის შემდეგ. არა, უფრო ნაკლები. 1921 წელს ნატალია უნაფქოშვილმა ამ დიდმა პედაგოგმა ჩვენმა და ქალბატონმა რომელიც სახელი რატომღაც და რაღაცა დიდი გაუგებრობის საფუძველზე მივიწყებულია, ყოველ შემთხვევაში მივიწყებული იყო. ნატალია უნაფქოშვილი იყო პედაგოგი, მოსკოვში ჰქონდა ეპარქიულ სასწავლებელი დამთავრებული და იცნობდა აი ამ პრობელურ სისტემასაც, მონტესორის სისტემასაც და ასე შემდეგ და ამათთან დაკავშირებულ პედაგოგებსაც. პირველად დაწყებით სკოლაში ასწავლიდა, რომ ჩამოვიდა სასწავლებიდან და ძალიან მალე 1-2 წელიწადში დაანება დაწყებითებს თავი და ჩაუდგა სათავეში ამ პირველ ექსპერიმენტულ ექსპერიმენტულ საბავშვო ბაღს და შემოიკრიბა თავის გარშემო უძლიერესი კოლექტივი. ეხლა კოლექტივი და თვითონ პიროვნებებიც. აი ეხლა რო შევადაროთ, ხო? რამდენად დიდი იყო საზოგადოების ინტერესი ქართულ საბავშვო ბაღთან დაკავშირებით. აი რამდენად დიდი იყო, რომ ისეთი საზოგადო მოღვაწეები ჩაერთვენ ამ საქმეში, რომ დღეს რო ხა გადმოვიტანთ, ახლა ჩვენ არ ყავს დღეს დიმანი ჯავახიშვილის მსგავსი პიროვნება ჩემი ფიქრით, მაგრამ აი კარგად რომ გავიაზროთ, რამხელა ფოკუსი იყო საბავშვო ბაღზე, ეროვნულ საბავშვო ბაღზე, ბავშვების აი ამ ასაკის ბავშვების ახსნა განვითარებაზე, რამხელა ფოკუსი იყო, როგორი ყურადღება იყო მიპყრობელი, ამის საკმარისია რომ ჩამოთვალოთ, მაგალითად ბაღის ავეჯის და აი კედლების არშიების ორნამენტები თვითონ ივანე ჯავახიშვილმა ახმეტის მუზეუმში ქართული ავეჯის მიხედვით მოიძია.
ხო? დიმიტრი უზნაძე თანამშრომლობდა ნატალია უნაფოშულთან თავისი განწყობის თეორიით, სადაც ორი ძირითადი რაღაც გამოიკვეთა, ხო? ერთი რომ ბავშვის და საერთოდ ადამიანის მოთხოვნილებები შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ რეალურ საგნებთან, რეალურ სამყაროსთან, რეალურ ადამიანთან, რეალურ მასალასთან შეხებით და შეხებაში, ურთიერთობაში, რაც გადმოვიტანოთ დღევანდელობაზე და ბავშვების დაფიქსირებაზე გაჯეტურ სამყაროსთან, ძალიან კატასტროფულს გვაძლევს და შემდეგ მეორე რომ ბავშვის შინაგანი მოთხოვნილებების და მიხედვით ეს თამაშები და ყოველდღიურობა და არა თავსმოხვეული რაღაცა პროგრამები. აი ეს დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიური საფუძველი ამ პედაგოგის ესეთი შევიდა. მერე იყო ნინო ნაკაშიძე იყო საზოგადო მოღვაწე, რომელიც აი კარგი საკითხავი წიგნები, თქვათ, აი ბავშვებისთვის, ასეთი ქართული ლიტერატურა. რა ვიცი, ესე იგი ალექსანდრე მიქაბერიძე, ესეც პედაგოგი იყო, რომელმაც ეს ევროპული პედაგოგიკა, ქართულ პედაგოგიკას, ანუ ქართულ პედაგოგიკას კი არა, ქართულ რეალობას მოარგო. ანუ ესეთი მერე იყო თავარ შავერზანაშვილი, კომპოზიტორი, მაგალითად, მუსიკაში, ხო, მუსიკოსებიც იყო შავერზაშვილი, ხო, უკაცრავად. თამარ შავერზაშვილი, კომპოზიტორი, მარი თახნიშვილი, ეს იყო მუსიკალური აღზრდა, ფოლკლორი შემოიტანეს. მხატვრებთან იყო ძალიან დიდი თანამშრომლობა ამ ჯგუფის, ანუ ისეთი მხატვარი როგორც ელენე ახვლედიანია იყო ამ ჯგუფში ჩართული. იოსებ გრიშაშვილი, ილია სიხარულიძე, ვინც საერთოდ წერილები იყვნენ იმ პერიოდში, ხო, ესენი ყველანი იყვნენ ამ ამბავში ჩართული, ხო? აი რა ვიცი, ახლა არავინ არ გამომჩეს, მაგრამ თამარ ნიკოლაძე იყო ესეთი სპორტსმენი და ფიზკულტურის, ესე იგი სპეციალური ფიზკულტურული პროგრამები შეიქმნა, განსაკუთრებული ინდივიდუალური ფიზიკური აღზრდის მიდგომა იყო. და მოკლედ ესე იგი რა ვთქვა ახლა მთელი ნაღები საზოგადოების, ნამდვილი ნაღები ვინც მართლა რაღაც შეეძლო წარმოადგენდა და გული შესტკიოდა და იცოდა ეს რამ დიდი მნიშვნელობის არის და ასე ჩაერთო ამ საბავშვო ბაღის ამბავში. ამ საძირკველში, საძირკველის, ხო, საძირკველი იყო იქ უკვე ქუთაისში, მაგრამ აქ უკვე მოხდა მთელი ამ პედაგოგიური სისტემის ტრანსფორმაცია ქართულ ნიადაგში. ისე ფორმირება, ამას სათავეში ედგა ეს ნატალია უნაფქოშვილი. ეხლა გავიდა წლები, 42 წელი ემსახურა ამ საქმეს ნატალია უნაფქოშვილი. ანუ მთელი ცხოვრება თითქმის და რამდენი ჯგუფი იყო, რა საინტერესოა, რამდენი და პედაგოგებიც, ვინც დასაქმებული იყო, თქვა, ამ ჯგუფებთან, ანუ რამდენ ბავშვთან უწევდათ. ზუსტად კი არა გვაქვს ამის ინფორმაციები, მაგრამ იყო სასაკის მიხედვით ჯგუფები, შერეულადაც ჰქონდათ ასე ვთქვათ, საათები და დრო ერთადაც და გაგცაცაკეთაც ჰქონდათ. აი ხლა რა მთავარი ძირითადი ის იყო რაც გამოარჩევდა, ხო, თქვა იქამდე რაც არსებობდა საბავშვო ბაღები. პირველ რიგში ძალიან დიდი აქცენტი გაკეთდა ქართულ ზეპირსიტყვიერებაზე, ქართულ ხალხურ ზღაპრებზე, ანუ ფოლკლორზე, მუსიკის ჩათვლით. ანუ აი ეს ყველაფერი იყო ესეთი ცენტრალური, მაგალითად კედლები, რომლებიც იყო ძალიან ნაზი ჰაეროვანი, ესეთი ნაზი ცისფერით, ნაზი მწვანით, ასეთი მოხატულით, აი იმ მხატვრების მიერაც, რომელიც აღნიშნე, ისინი ხატავდნენ ამ კედლებს ძალიან მსუბუქი პასტელური ფერებით და მოხატული იყო ქართული ხალხური ზღაპრების სცენებით. ან ასეთი იგავარკებს, სადაც ან ბავშვებმა რაც იცოდნენ ის სცენები, რასაც ცნობდნენ. დედაენიდან იყო კიდე სცენები ამ კედლებზე. საერთოდ ისეთი ჭრელაჭულა და აფერებს არანაირ პატივს არ ცემდნენ ნატალია უნაფქოშვილის, არამედ ესეთი თან სხვათა შორის ასაკის და მიხედვით სხვადასხვა ფერებს ურჩევდნენ.
ბავშვებს. ასაკის და მიხედვით, ხო, ანუ სხვადასხვა. მაგა შენ აღნიშნე კიდევ მახსოვს კადრის გარეთ, რომ მათ ჰქონდათ ესეთი ნიადაგის დამუშა, ხო, საინტერესოა. ესე შემდეგ ის ვიტაკეთო. ეს ფოლკლორი ხო ეს ხალხური ზღაპრები, ფოლკლორი ეს ყველაფერი ხო ცალკე იყო, როგორც თავი. ამას ემატებოდა ბავშვის ბუნებასთან ურთიერთობა, სადაც ეს იგი რა ვიცი, საბავშვო ბაღში აუცილებლად უნდა ყოფილიყო აკვარიუმი, ჩიტები გალიებში, ცოცხალი კუთხე, სადაც ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას ცხოველების მოვლაში. ეს ხო მარტო ემპათია არ არის, განცდა არის, ხო? ამ განცდაზე კიდევ ვიტყვი რა, ამას დავამატებ რა დიდ მნიშვნელოვანი იყო ეს ამბავი, იმიტომ რომ რო ვთქვით რომ ეს მინიატურულია, ხო, არ არის ბავშვი მინიატურულის დასრული, არამედ თავისი სხვანაირი არსება აქვს. ეს უმთავრესად იმაში გამოიხატება, რომ ბავშვი სამყაროს შეხებაში სამი საფეხური აქვს. ანუ პირველი არის აღქმა, მერე არის მოდის განცდა და მერე მოდის გაგება. ეს არის ბავშვის შემეცნების გზა. ეხლა ჩვენ დღევანდელობაში, ხო, ამ რაციონალიზმით და ინტელექტუალიზმით და კაუზალური კვანტიტატური ამ თეორიებით დამსჭვალულ დროებაში, ხო? ჩვენ რა გგონია, რომ აი რა კარგია, აი ვიღაცა დაждდეს და თქვას, რომ რა ვიცი ხა, აი თქვა ვიღაცამ გადაშაოს პროგრამა. იცით ჩვენ აქ რას ვაკეთებთ ახლა ბავშვებთან, ახლა ვეკითხეთ, ესე იგი აი ჯერ ვაკვირდებით, მე ექსპერიმენტებს ვატარებთ, მე სახეობებს მივაკუთვნებთ, იქ სივრცის და დროის ერთეულების გამოყენებას ვასწავლით, მე კავშირების ერთმანეთთან დაბას, გამოცდილების გაზიარებას, მე დასკვნების გაკეთებას და მე უკვე ბავშვს შეუძლია კიდე შეაფასოს, მე უკვე რა მოხდება, ისიც კი წინასწარ განსაზღვროს, ხო? აი ესეთი არსებობს ესეთი პროგრამები, რომელზეც ეს ინტელექტუალური განვითარებისთვის მიაჩნიათ რაღაცა სასწაულად ძალიან კარგია და აი ბავშვს რაციონალურ აზროვნებაში ეხმარება, ლოგიკაში ავითარებს, აი ინტელექტუალური ამ დროს ეს არ ეხმარება ინტელექტს და საერთოდ ეწინააღმდეგება ბავშვის შემეცნებით გზას. ეს არის საბუნებისმეტყველო მეცნიერების გზა. აი ხა რაც ჩამოთვალე, ხო? დაკვირვება, ექსპერიმენტება, ერთეულების გამოყენება, კავშირების დადგენა და რაღაცები. ეს არის მეცნიერული გზა, რომელიც ზრდასრულ ასაკში აბსოლუტურად გამართლებულია, მაგრამ ყველა მეცნიერმა მიუხედავად ამისა იცის, რომ განცდის გარეშე, ხო? არ მიიღწევა და ვერ მიიღწევა ნამდვილი მეცნიერული შედეგები. და აი ესეთი პროცესი მეცნიერული კვლევის, ხო? ეს რაღაცა მონაკვეთს სამყაროს თუ ბუნების თუ რაც იქნება, იმას ნათელს შეიძლება ფენდეს, რაღაცა მონაკვეთს, მაგრამ მთელ ორგანიზმს ვერა. ხო? იმიტომ რომ აი ეს აღქმის და განცდის უნარჩვევა, რომელიც ბავშვს უნდა კონდეს და ამას უნდა უწყობდეთ ხელს, ეს ანაყოფიერებს მეცნიერებასაც, ის აძლევს ბიძგს, იმას მივყავართ დიდ აღმოჩენებამდე. აი ახლა გასაგები ხდება თუ დიმიტრი უზნაძე თავისი ამ განწყობის თეორიით რას უყრიდა საფუძველს ადრეული განვითარების ასაკში, ადრეული ბავშვობის ასაკში, რას იწვევდა არა მხოლოდ ემპათია თანაგრძნობა, ხო, არამედ განცდის უნარის გამოღვიძება. აბარა განცდა, ბავშვი არის განცდაში, სამყაროს განცდაში. ეხლა ამ ბაღს ორი ეზო ქონდა. სადაც რა ქონდათ, ესე იგი ყველაფერი ქონდა, თითოეულ ბავშვს თავისი კვალი ქონდა, რომელშიც რგავდნენ, მცენარეს უვლიდნენ, ეს მცენარე ამოდის, ბავშვი უყურდა თავის საკუთარ ვენახიც ქონდათ,
ტალავერი ალბათ ყურძენი და ხილით თავისი ეზოდან უმასპინძლდებოდნენ ბავშვებს. იქ მწვანილი და ბოსტნეულიც რამხელა რაღაცა მიწასთან ჰქონდათ შეხება, ცხოველებთან ჰქონდათ, მცენარეებთან ჰქონდათ, ეზოში გადიოდნენ, ფოთლებს აგროვებდნენ, რაღაცა განსაკუთრებს რომ იპოვიდნენ, რომ შემოვიდოდნენ სპეციალური ისეთი მაგიდა იყო, სადაც აწყობდნენ, თუნდაც საბავშვო ბაღში კი არა, თქვათ მოიტანდნენ გარედან აი ესეთ რაღაცა ბუნების უცნაურობას ან რაც მოეწონათ ბუნების ძღვენს და საჩუქარს და ასე შემდეგ, ხო? ბავშვები იყვნენ სულ აი ამ ფერების განცდაში, მუსიკალურობაზე ხო აღარ ვლაპარაკობ, ეს რაღაც ისეთი ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბგერების, ფერების, სხვადასხვა მასალებს რაც შეეხება მხოლოდ ხის და ბუნებრივი რაღაცა რკოებისგან, ამისგან აწყობდნენ სათამაშოებს. თავდაპირველად ეს ხო ექსპერიმენტული საბავშვო ბაღი იყო და ძალიან მალე რამდენიმე წელიწადში გახდა საჩვენებელი საბავშვო ბაღი და ამ საბავშვო ბაღთან იყო სათამაშოების სახელოსნო. ეხლა რო ვლაპარაკობ, აი გეგონება რომ ეს არის, მაგრამ აქ მაქვს კიდევ ერთი დოკუმენტი. რომ ნამდვილად არსებობდა ეს რაღაცა 64 ბავშვებისთვის, ხო? ანუ ისეთი სათამაშოების სახელოსნო იყო, რომ მე გამოფენებსაც აკეთებ. მთელი საქართველოს მასშტაბით ამარაგებდნენ მე საბავშვო ბაღებს სათამაშოებით. აი ნატალია ონოფქიშვილის ბაღთან არსებული ამ სათამაშო სახელოსნოს საბავშვო ბაღებსაც მე გამოფენები ჰქონდათ, სადაც ბავშვების გაკეთებული სათამაშოები ამ სახელოსნოში გაკეთებული სათამაშოების გვერდზე გამოიფინებოდა და საერთოდ რაც მოიპოვებოდა მაშინ ცოტათი მწირი იყო სათამაშოები, ეს სოციალისტო ცუდი იყო. გახსოვს რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი განვითარებული სათამაშოები აუცილებლად კი არ იყო ეს თოჯინა. ეს თოჯინები მაგალითად ნატალია ონოფქიშვილის საბავშვო ბაღში იყვნენ ძალიან მინიმალური მინიშნებით სახისა. იმისათვის რომ ბავშვებს თვითონ წარმოედგინათ როგორი ეს ხათაშორის ეს ძალიან ეხმიანება ვალდორფის პედაგოგიკასაც. იქაც ესია რომ არ უნდა კონდეს ესეთი გამოკვეთილი გამომეტყველება თოჯინას და სათამაშოს. ბავშვმა თავისი ფანტაზიით შეავსოს. ეხლა ტირის, ეხლა იცის, ეხლა ესე არის. ხო ასევე აი ეს ქალაკული კუბიკებით ისა არა აი ესეთი სხვადასხვა ფორმის ხის ფესვი იქნებოდა თუ ხის ნაჭერი იქნებოდა რაღაცა რომ იქ თვითონ ბავშვმა რომ აწყოს რაც უნდა კიდაც რაღაცა ვიცი თავის ფანტაზიით და ბოსელი რაც ეხლა ჭირდება იმ თამაშის დროს, ხო? ანუ თვითონ ამ სენსორული თუ ტაქტილური პედაგოგიკაც დიდ მნიშვნელოვანი იყო ამ საბავშვო ბაღში. ან ბავშვის აღქმაზე და განცდაზე იყო მთელი ეს პედაგოგიკა დამყარებული, წარმოიდგინე. და დღეს ახლა აი რომ შევადაროთ, ხო? მოდი შევადაროთ, ესე იგი მოვიკრიბოთ. აქედანაც მინდა, მაგრამ დღევანდელობაში შევადაროთ, აქ შედარება არ არის და იმისი თქმა მინდა რომ ბავშვის განვითარებისთვის ეს არის აქედან აი ფესვებს თუ ჩავთვლით რომ აქვს ამ ბავშვს გადგმული ამ თავის ადრეულ ბავშვობაში და ადამიანს, ხო? აქედან მოდის მთელი ძალა, ფანტაზია, შემოქმედებითი უნარი, გაგების უნარი და ასე შემდეგ. ეხლა ამ ასაკში ბავშვს რო კოპერნიკულ და ჰელიოცენტრულ თეორიას ხედვას რომ აუხსნი, იმიტომ რომ უნდა იცოდეს ახლა რა ვიცი ახლა 4 წლის არის 4 წელი უკვე უნდა იცოდეს რომ ეხლა ბავშვი აღქმაში და განცდაშია. ბავშვისთვის მთვარე მოგდევს, გახსოვს ბავშვობაში მთვარე მოგდევს და ღრუბელი დადის. ბავშვისთვის მზე ამოდის, ესე გადაივლის ცისკაბათონს და ჩადის მეორე მხარეს. ეს არის ბავშვის აღქმა. ეხლა შენაუნები ერთი წუთით მზე კი არ ამოდის და ჩადის და იქ დედამიწა, რომელიც ასეთი პლანეტა, უვლის მზეს გარშემო. და ეს ძალიან აბსტრაქტული რაღაცაა ბავშვისთვის. და მასში რაღაცა გაორება ხდება. ან უკვე თავის აღქმას აღარ ენდობა. გესმის როგორ უნდა ენდო შენაუნები უფროსი ავტორიტეტული პიროვნება რომ ესე არ არისო. თან კარგად ვერ წარმოუდგენ ეს როგორ უნდა იყოს, ეს რანაირად უნდა უვლიდეთ. ეს ხო ფაქტიურად არაფრით არ შეიძლება ბავშვს მოახვილო ეს რაციონალური სოფხედველობა და ეს რაციონალიზმზე დაგებული პროგრამები თავზე. იმიტომ რომ სულ სხვაგან არის. ესე იგი რა მდიდარია ხო ბავშვის
სამყარო როცა მის გარშემო ყველაფერი ეს არის ელემენტებია, მიწა არის, აერია, ცეცხლია, წყალია, იქ დედას და აღმზრდელებს და ვიღაცებს ხედავს, ბებია, რა ვიცი, ვინც არ უნდა იყოს გარემოში, რომლებიც აზრიან ბავშვისთვის გასაგებ საქმიანობას მისდევენ. ანუ იგივე მუსიკა, ეს ყველაფერი ხო ეს ამდიდრებს ბავშვის აღქმას. მე ამ განცდით გავდმოაქვს და იგებს, ბავშვი იგებს, რომ აი ახლა ამას რო აკეთებს, ხო? დედაჩემი. ამის შედეგად აი მშვენიერი კერძი მოამზადა. ამას რო უჭრით, აქ ამას ვაკეთებ. აქ ჭუჭყიანი რო იყო, აქედან აქ მოუწმიდეთ და ახლა სუფთა არის და კმაყოფილები ვართ. იქ აი ძალიან ისეთი აი საპონზე ავიღოთ, აი საპონს რო ხმარობ, ხო? ნელ-ნელა ილევა ხელებში. და წყალს მიაქვს ხო რაღაც ესეთი განცდები რა მოკლედ ანუ თან ჩემი ხელები სუფთავდება სხვათა შორის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა უნაფქოშულთან სიგიენას აი რომ მოვიდოდნენ ბავშვები პირველში იბადნენ ხელებს და საერთოდ აი ეხლა წავიკითხავ ხო იმას მოგონებას და ძალიან დიდი მნიშვნელობა ეწევა წესრიგს ანუ სათამაშოები ხო ისვენებენ აი თავთავიანთი კუთხე აქვს, როცა ბავშვები ალაგებდნენ თამაშით ეს ყველაფერი, ხო? მორიგეობები იყო ბავშვების, ერთმანეთს ეხმარებოდნენ, დიდები პატარებს, იქ თოჯინას რო კაბა გაეხეოდა, ის უკერავდა უფროსი. იქ ისეთი, ასე ვთქვათ, ფაქიზი მოტორიკა იყო საქმეში ჩართული, დღეს მოგენატრება ესეთი ფაქიზი მოტორიკა იგივე ასაკის ბავშვებთან, ხო? რა დღეში ვართ? იგივე წესრიგი ეს ხო ძალიან დიდი პრობლემა არის მშობლებისთვის. რამხელა ქაოსია ბავშვებთან და როგორ ბუნებრივად მიაჩნიოთ, რომ ბავშვებთან ქაოსი უნდა იყოს, აბა არ არის ესე. ეხლა ეს ყველაფერი მშობლებმა ხო უნდა იცოდეს. ეს ყველაფერი ხო რაღაცა ცოდნის სახით უნდა გადაეცემოდეს, არა მარტო მშობელს, აღმზრდელსაც, ხო? არიან აღმზრდელები, ეხლა პირადადაც ვიცნობ და სახელებით არ დავასახელებ, ქაოსში მიყავთ ყოველდღიურობა. ეხლა ყველაფერსო დავანებოთ თავი, რამდენად ყურადღება არ ექცევა ასევე აღმზრდელის პიროვნებას. აი ხო რო ჩამოთვალე ამ პიროვნებებში, ვინც ეხლა თვითონ იმ საბავშვო ბაღში მუშაობდა ნატალი უნაფქოშვილთან დაწყებული. აღმზრდელის პიროვნება არის დედის და იმ ადამიანის პარალელურად ვისთანაც ბავშვი დროს ატარებს, ხო? მიბაძვის მაგალითი, ხო? ანუ მაგალითია ეს პიროვნება ბავშვისთვის. აი თუ გვაქვს ესეთი დეპრესიული პიროვნება, რაღაცა ისეთი მოთენთილი, ბავშვზე გადადის ეს აუცილებლად. მოწუწუნე პიროვნება, ან კიდე ესეთი რაღაც პასიური და ინტერესდა. ეს ყველაფერი ბავშვზე გადადის, იმიტომ რომ ბავშვის აღქმა სამყაროზე და საერთოდ ძალიან მთელი სისტემა არის მიბაძვაზე, სწავლების სისტემა არის მიბაძვაზე დამყარებული. ხო, ამ ასაკში, ამ ადრეულ ასაკში განსაკუთრებით. და ამიტომ აღმზრდელის პიროვნება როგორ უნდა იყოს, ამასაც უნდა ექცეოდეს ყურადღება. დედამ ხო უნდა იცოდეს, მამამ ხო უნდა იცოდეს, ამ გვერდზე ძიძა ვინც ყავს ამ ბავშვს ახლა არ ვიცი, ყველამ ხო უნდა იცოდეს რა დიდმნიშვნელოვანია მათი პიროვნება, როგორ იქცევიან, რას ლაპარაკობენ ბავშვისთვის. ეს კი იციან ალბათ თეორიულად სხვათა შორის, მაგრამ არ ანიჭებენ იმდენ დიდ მნიშვნელობას მაინც ყოველდღიურობაში. და ამ დროს ბავშვი აი იწოვს ხრუბელივით პიროვნებებს, რომელიც მის გარშემო. აღმზრდელის პიროვნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და აი ეს ყველაფერი იმდანად რაღაცა სრულყოფილი სახით, ну ალბათ იყო იქ რაღაცა ხარვეზებიც, მაგრამ რაც ვიცით და რაც გადმოცემებით, ისეთი სრულყოფილი სახით იყო ნატალია უნაფქოშვილის ბაღში მოცემული, რომ გვიგორს როგორ შეიძლებოდა, რომ ამ ადამიანის, ამ ბაღში რაც ხდებოდა და თვითონ ამ ქალბატონის სახელი ესეთ დაკარგული ყოფნა. მე როდესაც ნატალია უნაფქოშვილზე დავიწყე მასალის მოძიება, ჩემს მეგობარ პედაგოგებს, მასწავლებლებს ყველას ვეკითხებოდი, ხო მიცით გაგებული გაკეთეს ნატალია უნაფქოშვილის ასეთი ისეთი, არავინ არ იცოდა. და ერთ-ერთი ადამიანი, აი მართა გურწმუნდათ და ზურა შევარდნაძე, კარტანიაში ველაპარაკებოდი და ასე აღთქმებით ველაპარაკებდი და შემოვხედა მითხრა, რომ ჩემი მასწავლებელი, მე მგონი ფლორისტიკას ვინც ასწავლიდა, ის იყო უნაფქოშვილის ბაღის მოწაფეო. ანუ ბაღში დადიოდაო და როგორც ბედნიერ ხანას ესე იხსენებს და გარდა ამისაო კიდევ გახსენებაზეო
მეორეო ასაკოვმა ქალბატონმა რომელიც ზურას და მეგობროს წიგნი მაჩუქაო და იქაც არის ნახსენებიო ნატალია უნაფქოშვილის ბაღიო და მეოთხე ზურა ძალიან მათხოვე ეგ წიგნი და რა თქმა უნდა უსიტყვოდ გამოვიტანა ტელემაყურებელსაც ეს წიგნი მეც მაია დოქსოპულო ასეთი ასაკოვანი წარმოშობის ამდენს ვიცი საბერძნეთშიც არის ხა მენატრება თბილისი და აი იმ დროის მოგონებებია აი ესეთი და აი ამ მოგონებებში აქ გამოიცა ეს წიგნი ხო? ხო, აქ არის გამოცემული თბილისში 2024 წელს. ახალი გამოცემულია. და აი აქ ამ წიგნში უცებ ნატალია უნაფქოშვილზე არის მოთხრობა და ამას ახლა წავიკითხავ რომ ხალხს არ ეგონოს რომ რაღაცა გაზვიადებულად სრულყოფილად დავახასიათე, ხო? ყველაფერს თავისი დასაწყისი აქვს. პატარა ადამიანის ცხოვრების ასპარეზზე გასვლა საბავშვო ბაღით იწყება. მუდამ თამდებს ჩემი ბავშვობის ბედნიერი წლები თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ საბავშვო ბაღში გატარებული, რომელსაც უნაფქოშვილის ბაღს ეძახდნენ. ჩვენი მთავარი ამსდელი ნატალია უნაფქოშვილი გახდა. ნატაშა გამგე, რომლის დაბალი ხმა და ტკბილი ტემბრი დღემდე შემორჩა ჩემს სმენას. აი, იმდენად თვითონ მეტყველებასაც რამხელა მნიშვნელობა აქვს დიდარ ლექსიკას, მეტყველებას, ტემბრს, როგორ ჩარჩა ბავშვს ხო თავში. ნატაშა გამგეს თავის ტიპის ისეთი პედაგოგები ჰყავდა შემოკრებილი, რომელთაც ყოველხრივ ანდობდა ბავშვების ახსნას. იმდენად ბედნიერად გზობდით თავს ბაღში, რომ სახლში წასვლა დიდ სიხარულს არ გვანიჭებდა. საკუთარი სათამაშოების ფაბრიკაც ჰქონდა, სადაც ზიამიშა სათამაშოებს გვიკეთებდა. ჩვენთვის ის ჯადოქარია. ეს საბავშვო ბაღი ქალაქის ცენტრში მდებარეობდა მისადგომით ათარბეგოვის და არსენას ქუჩიდან. ორი ეზო ჰქონდა, ზედა და ქვედა. ზედა ეზო ზიამიშას მიერ გაკეთებული სასრიალოთი, ქვედა ეზო კი ნამდვილი ბაღნარი. ვერცერთ შემთხვევას ვერ ვიხსენებ ვინმეს ტოტი მოეკეხოს ხიდან ან ყვავილი მოეწყვიტოს. შესაშურად მოვლილი იყო იქაურობა, გადამსხდარი ბროწეულის სილამაზე კი შეუდარებელი. ქვედა ეზოში ვაზის ხეიმნებიც იყო, შემოდგომაზე რთვერში მონაწილეობდა, მერე ჩურჩხელების ამოლებასაც ვესწრებოდით. ჩვენ თეთრი ავეჯი გქონდა საწოლებს საბავშვო თემატიკის განსხვავებული ნახატები ამშვენებდა, რაც ორიენტაციას გვიარდილებდა. ჩვენს პაწაწინა კარადებსაც იგივე ნახატი ჰქონდა. ფეხზე თეთრი ბაჩეთში მგვეცვა, ტანზე თეთრი ქათქათა ხალათები, ჯიბეში ცხვირსახოცი თმა შეკრული, თმა გაჩეჩილი ბავშვი. რა შესანიშნავია, მაკა, აი სანამ ჩვენ გადაცემა თანდათან ფინალისკენ მიდის და აი ის ძირითადი მთავარი თემა, რაც გამოიკვეთ აქ ამ ისტორიიდან და რაც მომავლისკენ ხიძდებს არის ის, რომ ჩვენი პოდკასტები, ჩემი და შენი, არათუ უნდა ამით დასრულდება ერთი ეტაპი, მაგრამ რა უნდა გაკეთდეს? რა არის ის აქტუალური და პირველი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამდე, პირველ რიგში მშობლების და მერე საბავშვო ბაღის აღმზრდელების. პრაქტიკულად რა ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას? ეს იქნება დაწყებული საცნობარო რაღაცა წიგნაკიდან და უფრო რთულით დაუშვათ კურსების ან მასტერკლასების, ვორქშოპების მოწყობით. აი ეს არის მოსაფიქრებელი ჩემი აზრით და შენისთანა უძვირფასესი, უმდიდრესი ცოდნით აღჭურვილი ადამიანი, მარგალიტი პირდაპირ გერმანიიდან ჩამოვარდნილი სანამ შენ აქ ხარ. არა, სანამ შენ აქ ვარ, ამას დავამატებ იმას, რომ მე აქ ვარ. იმიტომ მე მინდა გერმანიიდან გადმოვიდი, აქ ფაქტიურად გადმოსულიც ვარ, იმიტომ შესანიშნავია. აქ მინდა რომ 35 წლის შემდეგ ჩემი ცოდნა გამოცდილება რაც გერმანიაში შეძენილი მაქვს, მოვახმარო ეხლა ჩემს სამშობლოს. მოვიდა დრო. 35 წელი ვემსახურე გერმანიას, მისი დიდი მადლობელი ვარ. ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მომცა, მაგრამ ეხლა რაღაც ესეთი განცდა მაქვს, რომ აქაც საჭირო ვარ, მეც და ვისაც მართლა გული შესტკივა ჩვენი ქართული საზოგადოების მომავალზე. და ეს იწყება აქედან. ეს იწყება აქედან. განათლების საძირკველი იწყება აქედან და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ პოდკასტებს და მაყურებლის აქტივობაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. გვიყურეთ ჩვენ YouTube არხზეც, სამეფო არხზეც, ვინაიდან გემშვიდობებით დღეს და მომავალ შეხვედრამდე დარჩით ჩვენთან. ერთად ვაშენოთ განათლების საძირკველი. გემშვიდობებით. და მადლობა ნანა.
მადლობა შენ.